მეოთხე თავი მოციქულთა საქმეების უნდა წავიკითხოთ. მეოთხე თავი უნდა წავიკითხოთ. ამას რომ ელაპარაკებოდნენ ხალხს თავს მღვდლობრივი ტაძრის მცველთა მეთაური და სადუყელოვნი წამოადგენენ. გაღიზიანდნენ ხალხს, რომ ასწავლიდნენ იესოს მეშვეობით მკვდრეთით აღდგომას უქადაგებდნენ. ხელი დაადეს მათ და მეორე დღემდე მცველებს ჩააბარეს, რადგან უკვე ბინდდებოდა. სიტყვის მომსმენთაგან კი მრავალმა ირწმუნა და 5,000-მდე მიაღწია კაცების რიცხვმა. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მთავრები, უხუცესები და მწიგნობები. ანა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრის გვარიდან. შუაში ჩაიყენეს ისინი და ჰკითხეს, რომელი ძალით და ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს? მაშინ აღივსო პეტრე სულიწმინდით და უთხრა მათ: ხალხის მთავარნო და უხუცესნო, თუ დღეს ამ უძლური კაცისადმი გაწეული ქველმოქმედების გამო მოგვეთხოვება პასუხი, როგორ განიკურნაო იგი და ეცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისთვის, რომ იგი თქვენ წინაშე ჯამრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, თქვენ რომ აცვით ჯვარს, ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა იგი. ეს არის ლოდი დაწუნებული თქვენგან მშენებლებისგან, რომელიც ქვაკუთხედად იქმნა. სხვა არავის შეარსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით. ხედავდნენ პეტრესა და იოანეს გაბედულებას, იმასაც მიხვდნენ, რომ უწიგნურნი და მდაბიო ადამიანები იყვნენ და გაუკვირდათ, თან იცნეს, რომ იესოსთან ერთად იყვნენ. ხოლო მათთან მდგომი განკურნებულ კაცს, რომ ხედავდნენ, საპასუხოს ვეღარაფერს ამბობდნენ. უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში იწყეს მსჯელობა. ამბობდნენ, რა უყოთ ამ ხალხს? მათ მიერ მოხდენილი ცხადი სასწაული იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის არის ცნობილი და არ ძალგვიც უარყოფა. მაგრამ უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, კაცის შულს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით, დაუძახეს მათ და უბრძანეს ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. მაგრამ მიუგეს პეტრემ და იოანემ და უთხრეს მათ: თვითონ განსაჯეთ, განამართებული იქნება ღვთის წინაშე თქვენ უფრო მოგისმინოთ ვიდრე ღმერთს, ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია. ხოლო ისინი დაემუქრნენ და გაუშვეს, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეს მათ დასასჯელად, რადგან მთელი ხალხი ადიდებდა ღმერთს მომხდარის გამო. 40 წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელიც სასწაულებრივად განიკურნა. ხოლო ისინი როგორც კი გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რას ეუბნებოდნენ მათ მღვდელმთავარი და უხუცესნი. ეს რომ მოისმინეს ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს, ღმერთო შემოქმედო,
ცისა, მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია. შენ ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის პირით თქვი სულიწმინდით, რად ბობოქრობენ ხალხები და რატომ განიზრახავენ ერები ამაოებას. ამხედრებულ არ ქვეყნიერების მეფენი და ბრძანებლები და შეთქმულან უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ, რადგან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმინდა მსახურის, შენი ცხებულის იესოს წინააღმდეგ ჰეროდებ და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად, რომ მოემოქმედათ ის, რაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ნებამ. ახლა კი უფალო, შეხედე მათ მუხარას და მიეცი შენს მონებს ძალა, რომ მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად ნიშნებისა, სასწაულების მოსახდენად შენი წმინდა მსახურის იესოს სახელით და შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისა, სადაც შეკრებილიყვნენ ყველანი სულიწმინდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას. უამრავ მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა და არც ერთი თავის ქონებას თავისად არ მიიჩნევდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლით იყო ყველა მათგანზე. არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველა, ვინც ყანების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა, საფასური მოჰქონდა და დებდა მოციქულთა ფერხთით და თითოეულს უნაწილებდა, ვისაც რა სჭირდებოდა. ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა, რაც ნუგეშის სემის ძედ ითარგმნება, შეარქვეს, ლევიანმა წარმოშობით კვიპროსელმა გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო. გავრცელოთ კითხო. ერთმა კაცმა სახელად ანანიას და საფირას სიცრუის ამბავია ხა მეხუთე თავში, თავის ცოლთან საფირასთან ერთად ნაკვეთი გაყიდა და გადამალა საფასურიდან. ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო. პეტრემ უთხრა, ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმინდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან? განაღაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა, რაღაცომ ჩაიდე ეს საქმე გულში. შენ ადამიანებს კი არა ღმერთს ეცრუე. ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა, საქმოსნობამ დაღუპა. აქ სხვა არაფერი არ ხდება. ეს ამბავი პირდაპირ, აი ვინც ვის სახამდე უყვირდა ეს ამბავი, საქმოსნობამ დაღუპა. ეს ორი ადამიანი. წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი და გაიტანეს და დამარხეს. 3 საათის შემდეგ მისი ცოლი შემოვიდა, რომელმაც არ იცოდა რა მოხდა. პეტრემ ჰკითხა, მითხარი განა ამდენად გაყიდეთ მიწა, მიუგო, დიახ ამდენად. პეტრემ უთხრა, რატომ შეიტქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული, აჰა კარშით განა შენი ქვის დამარხავთა ფეხნი და შენს გაგიტანენ. მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს, იგი გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. საქმოსნობამ დაღუპა. დიდმა შიშმა მოიცვა, ეს იმისთვის გააკეთეს, იმისთვის აძლევს საქმეში ჩათვლოდა, ეს საქმოსნული დამოკიდებულება ხონდა, ეგ იყო მიზეზი. თორე არავინ არ აძალებდა არც რამის გაყიდვას და არც არაფერს. საქმოსნულმა მიდგომამ, რომ ღმერთის უპირობო სიყვარული ვერ გაიგეს, ამან დაღუპა, ანუ ამიტომ განუტევეს სული. ეს არის ერთადერთი მიზეზი და არა ის, რომ ფულს დააკლეთ. პირდაპირ ეგ არის მიზეზი. ეს არის სულიწმინდას ეცრუე, მაგას ნიშნავს. პეტრე მაგიტო უთხრა, რომ განა ვინ გაძალებდა. დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველას, ვისაც ეს ესმა. მოციქულთა ხელით კი მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში და ყველანი ერთსულოვნად იყვნენ სოლომონის დერეფანში. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა, მათ შეერთებოდა, ხალხი კი ადიდებდა მათ. სულ უფრო და უფრო მეტად ემატებოდნენ უფალს მორწმუნენი მრავალი მამაკაცი და დედაკაცი. ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწევდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს შთილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს. იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც ბევრი მოდიოდნენ, მოჰყავდათ ავადმყოფები და არაწმინდა სულებით შეპყრობილნი და ყველანი იკურნებოდნენ. აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა
მასთან ყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ და შურით აღივსდნენ, დაადეს ხელი მოციქულებს და საჯარო პატიმრობაში ჩასხეს. მაგრამ ღამით უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა: წადით დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ყველაფერი ამ სიცოცხლის შესახებ. გაუგონეს მას განთიადისას ტაძარში შევიდნენ და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ, მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანების უხუცესთა საბჭო და გააგზავნეს საპყრობილეში მათ მოსაყვანად. მაგრამ მისულმა მსახურებმა ვერ ნახეს ისინი საპატიმროში და უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს. უთხრეს: საპატიმრო საგულდაგულო დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი, მაგრამ გავახეთ და შიგ ვერავინ ვნახეთ. ტაძრის მცველთა მეთაურმა და მღვდელმთავრებმა ეს სიტყვები რომ მოისმინეს, შეფიქრიანდნენ რა უნდა მომხდარიყო. ვიღაც მოვიდა და მოახსენა მათ აგერის კაცები, რომლებიც საპყრობილეში ჩაამწვდიეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიან. მაშინ წავიდა მეთაური მცველების თანხლებით და მოიყვანა ისინი ოღონდ იძულების გარეშე, რადგან ხალხისა ეშინოდათ არ ჩაგხოლონო. მოყვანისთანავე სინედრიონის წინაშე დააყენეს. კითხა მათ მღვდელმთავარმა: განამ კაცრად არ გიბრძანეთ, რომ არ გესწავლებიდანთ ამ სახელით? აჰა თქვენი მოძღვრებით აღავსეთ იერუსალიმი და გინდათ იმ კაცის სისხლმა გვიწიოს. მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს. ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, თქვენ რომ ძელზე დაკიდებით მოკალით. იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრა თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება. ამ სიტყვების მოწმენი ვარ ჩვენ და სულიწმინდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მოურჩილთ. ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მათი დახოცვა მოინდომეს. მაგრამ წამოდგა სინედრიოში ერთი ფარისეველთაგანი გამალიელი, რომ ერქვა რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული და ბრძანა. მცირე ხნით გარეთ გაიყვანათ და ეს მოციქულები. მერე უთხრა მათ: კაცნო, ისრაელიანო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს? რადგან ამას წინათ აღდგა თევ და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა და 400-მდე კაცი აიყოლია, მაგრამ როგორც კი მოკლეს, ყველა მისი მიმდევარი გაიფანტა. ამის შემდეგ აღწერის დღეები იდგა და აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი აიყოლია. ისიც დაიღუპა და ყველა ვინც მას მისდევდა გაიფანტა. ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებით ამ ხალხს მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს რახვან და საქმე ჩაიშლება, ხოლო თუ ღვთისგანაა, მაშინ თქვენ ვერ ჩაშლით მას და ვაი თუ ღვთის მოწინააღმდეგეები აღმოჩნდა. ერთადერთი ადამიანი ამ მღვდელმთავრებში, რომელიც აღმოჩნდა, რომ მაძიებელია ჭეშმარიტების. ანუ მთელი მათი პრობლემა, რომ იყო ის ფარისევლობის და მღვდელმთავრების, რომ მოციქულები რასაც აკეთებდნენ იესოს სახელით. ეს იყო მთელი მათი პრობლემა. და ამიტომ ეკითხებოდნენ, რომ აი ვისი ავტორიტეტით აკეთებ ამას? დღესაც იგივე ხდება ისე იდეაში, ვიღაცა ჭეშმარიტებს რო ხედავ, რა ავტორიტეტის ქვეშ ხარ? ვის მიეკუთვნები? აბა ვინ მოხსა უფლება? ვინ გაკურთხა? აი იგივე, ანუ ზუსტად ეგ თემა, ანუ იმიტომ რომ მათ რაღაც ბორო ძრახვებს ეწინააღმდეგებოდა ეს ჭეშმარიტება და იესოს სახელი, ამიტომ ცდილობდნენ მათ გაჩუმებას და მოკლას. ცხადია, საპყრობილეში ჩააღდეს ის. დაუჯერეს, დაუძახეს, მოციქულეს ფსცემეს და უბრძანეს აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით და გაუშვეს. ისინი კი სინედრიონიდან გამოსულნი ხარობდნენ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსები რო გახდნენ. ყოველ დღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ქრისტე იესოს ტაძარსა და სახლებში. რა თქმა უნდა, დღეს იგივე ხდება. საქმეების წიგზე ვართ. მოციქულთა საქმეების წიგზე. გავიგეთ. გავიგეთ. ასაც ვკითხულობთ, გავიგეთ ხო?
კიდევ წავიკითხე. კი ბატონო. ეხლა სუფრაზე იმ დღეებში მოწაფეები რომ მომრავლდნენ გაბრძენებულთა შორის დრტვინა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება. მაშინ მოიწვია 12-მა მრავალი მოწაფე და უთხრა: არ შეგვფერის ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. ამიტომ ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან 7 სარწმუნო სულიწმინდით და სიბრძნით სავსე კაცი და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მიუძღვნათ თავი. მთელ კრებულს მოეწონა ეს სიტყვა, აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმინდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი ანტიოქიელი პროზელიტი. წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ. ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში, მღვდელთაგანიც ბევრი დაემორჩილა რწმენას. ხოლო მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში. მაშინ ადგნენ ზოგიერთები იმ სინაგოგებიდან ლიბერტინელებს, კვირინელებსა და ალექსანდრიელებს, რომ უწოდებდნენ. აგრეთვე ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და შეედავნენ სტეფანეს. მაგრამ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა. მაშინ წააქეზეს კაცები და ათქმევინეს: გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსესა და ღმერთის საგმობ სიტყვებს. აი დღეს როგორც არის, რო ცდილობენ გამოჭერას, რომ ამან ეს უარყო, ამან ნათლობა უარყო და რაღაცებს სიცრუეებს, ტყუილებს. ეს მართლმადიდებელი არ არის? ეს ამან რაღაც ზუსტად იგივე ხდებოდა. აი სტეფანი ჭეშმარიტებას რო ახარებდა. აი ჩვენ გავიგეთ, რომ მოსეს ზუსტად იგივე ხდება. მაშინ წააქეზეს კაცები და ათქმევინეს: გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსესა და ღმერთის საგმობ სიტყვებს. აღძრეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები, თავს დაესხნენ, შეიპყრეს და სინედრიოში მიიყვანეს. წარადგინეს ცრუ მოწმოები, რომლებმაც განაცხადეს ეს კაცი გამუდმებით ამ წმინდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო. წარადგინეს თითქოს ეწინააღმდეგებოდა, ჭეშმარიტება. გავიგონეთ, როგორ ამბობდა იესო ნაზარეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წესჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცავ. ის კერთოს, რომ აღასრულა და ის რომ ის წესჩვეულებები იმისთვის იყო, რომ ქრისტეს აღესრულებინა და მერე ახალი მოეცა, ის კი არ თქვეს, არამედ ეწინააღმდეგე. და ყველა ვინც სინედრიოში იჯდა უყურებდა სტეფანეს და ხედავდა მის სახეს როგორც ანგელოზისას. ასე იყო. მაშინ კითხა მღვდელმთავარმა მას: ასეა, როგორც ამბობენ? მან თქვა: კაცნო, ძმანო, მამანო, ისმინეთ. პატარა, ანუ ასაკით სტეფანე, ვინც ახარი ახლა მღვდელმთავრების წინაშე. ეხლა ვნახოთ რა მოხდება. დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დამკვიდრდებოდა და უთხრა: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდო და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. მაშინ ჩამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დაემკვიდრა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოიყვანა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ მკვიდრობთ. მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდრო, ნოგოდ აღუთქვა, რომ მისცემდა დასამკვიდრებლად მას და მის თესლს, მის შემდეგ თუმცა ჯერ შვილიც არ ჰყავდა. ღმერთმა უთხრა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ და აბად მოექცეოდნენ 400 წელიწადს. მე განვიკითხავ იმ ხალხს, ვისთანაც მონებად იქნებიან, თქვა ღმერთმა, მერე გამოვლენ იქიდან და მემსახურებიან ამ ადგილზე და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. შვამან ისაკი და წინადაცვეთითა იგი მერვე დღეს, ისაკმა კი იაკობი, ხოლო იაკობმა 12 მამამთავარი. შეშურდათ მამამთავრებს იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი, მაგრამ ღმერთი იყო მასთან. იხსნა იგი ყოველი გასაჭირიდან და უბოძა მას სიბრძნე და წყალობა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე და დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის მმართველად. შიმშილობა და დიდი განსაცდელი ჩამოვარდა და მთელი ეგვიპტისა და ქანაანში საზრდოს ვეღარ შოულობდნენ ჩვენი მამები. როცა ესმა იაკობს ეგვიპტეშიაო პური, ჯერ ჩვენი მამები გააგზავნა, მეორე ჯერზე გაუმხილა იოსებმა თავი ძმებს და ცნობილი გახდა ფარაონისთვის იოსების წარმომავლობა.
გაგზავნა იოსებმა და მოიწვია მამამისი იაკობი და მთელი თავისი ნათესაობა 75 სული. ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, იქვე გარდაიცვალნენ ისინიც და ჩვენი მამებიც. იქიდან შექემს გადმოასვენეს და იმ სამარხში მოათავსეს აბრაამმა, რომ იყიდა ვერცხლის ფასად ემორის ზეთაგან. ღმერთის მიერ აბრაამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან ერთად ხალხი მატულობდა და მრავლდებოდა ეგვიპტეში. ვიდრე აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს. ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, ავად ექცეოდა მამებს, რათა გადაეყარა თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ. იმ დროს დაიბადა მოსე, რომელიც მშვენიერი იყო ღვთის წინაშე, 3 თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა, როცა გადააგდეს ფარაონის ასულმა, აიყვანა იგი და თავისშულად გაზარდა. ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავის სიტყვებსა თუ საქმეებში. 40 წელი რომ შეუსრულდა, გულში სურვილი გაუჩნდა თავისი ძმები ისრაელიანები მოენახულებინა. დაინახა, რომ ვიღაცას ჩაგრავდნენ, გამოესაჩლა შური იზია ჩაგრულისათვის და მოკლა ეგვიპტელი. ეგონა მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ. მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ჩხუბობდნენ, ერთმანეთში მოუწოდა მათ მშვიდობისკენ და უთხრა: კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს? მაგრამ მოჰყვა ის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრამას და უთხრა: ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც ეგვიპტელი მოყალი გუშინ? ეს სიტყვები რომ გაიგონა, გაიქცა მოსე და მიდიამის ქვეყანაში გაიხიზნა, სადაც 2 ვაჟი შეეძინა. 40 წელი რომ გავიდა, უფლის ანგელოზი ეჩვენა ალმოდებული ბუჩქიდან სინაის მთის უდაბნოში. გაუცდა ამ სანახაობის შემყურე მოსე, ხოლო რომ მიუახლოვდა უფლის ხმა შემოესმა: მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა. აკანკალდა მოსე და შეხედვა ვეღარ გაბედა. უთხრა უფალმა: გაიხადე ფეხსაცმელი შენი ფეხიდან, რადგან ადგილი, სადაც დგახარ, წმინდა მიწაა. ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში. ეს ის მოსეა, რომელიც უარყვეს მათ და უთხრეს: ვინ დაგნიშნაო ჩვენს მთავრად და მსაჯულად? ღმერთმა მთავრად და მხსნელად იგი მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომლებიც ბუჩქნარში ეჩვენა მას. აქ მალახი იგულისხმება. მან გამოიყვანა ისინი ახდენდა სასწაულებსა და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში 40 წლის მანძილზე. ეს არის მოსე, რომელმაც ისრაელიანებს უთხრა: ღმერთი ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენ თქვენს მათაგან, მას უსმინეთ. ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო, კრებულში სინაის მთაზე, მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა. ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისკენ მიიქცნენ თავიანთი გულებით. უთხრეს აარონს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღებიან, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან, ანუ სხვა რაღაცეები გააღმერთეს. გააკეთეს იმ დღეებში ხვო, მსხვერპლი შესწირეს კერპს და შეეხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას. ანუ ამ ქვეყნიური ცხოვრება გააღმერთეს, ხოლო ღმერთმა ზურგი აქცია მათ და ციური მხედრობისთვის თაყვანისაცემად გადასცა ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: ისრაელის სახლო, თუ მოგიტანია ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში 40 წელიწადს. მოლოქის კარავს დაატარებდით და რომფა ღმერთის ვარსკვლავს გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რათა თაყვანი გეცათ მათთვის. მეც გაგასახლებთ ბაბილონის იქით. მოწმობის კარავი იყოს ჩვენს მამებთან უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის მიხედვით, რომელიც იხილა. ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იეშუასთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ჩვენი მამების პირიდან განდევნა ღმერთმა. ასე იყო დავითის დღეებამდე. მან მადლი ჰპოვა ღვთის წინაშე და სთხოვდა, რომ სამკვიდრებელი ეპოვა იაკობის ღმერთისთვის. თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი, მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ დამკვიდრებულ ვარს, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: ცა ტახტია ჩემი, დედამიწა ჩემს ფეხთა სადგამი, როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი? ანუ სტეფანე ამ შემთხვევაში უხსნის, რომ ღმერთი ფიზიკურ ტაძრებში არ არის
შეზღუდული ამ ყველგან ყოფია. ამ ყველგან ყოფობას უხსნის. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე? ქედმაგარნო გულითა ყურით წინა დაუცვეთელნო ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმინდას როგორც თქვენი მამები ისევე თქვენც წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები მათ მოკლეს ისინი წინასწარომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით თქვენ რომლებმაც ანგელოსთა მეშვეობით მიიღეთ რჯული და არ დაიცავით იგი ამას რომ ისმენდნენ გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე. ერთი რაღაცაა ძალიან მნიშვნელოვანი. იესომ რა თქვა ჯოჯოხეთში რა იქნებაო? ტირილი და რა? ტირილი და რა იქნებაო ჯოჯოხეთში? ტირილი და რა იქნებაო ჯოჯოხეთში? იესომ რა თქვა? კბილთა ხრჭენა, ხო? კბილთა ხრჭენა, ჯეინ, მადლობა. რა საკეთებდნენ მღვდელმთავრები, როდესაც სტეფანე უხსნის ქრისტეს ჭეშმარიტებას, როცა უხსნის ჭეშმარიტად, რას ნიშნავს წელი მთელი ძველი აღთქმა და მოკლედ გადმოსცა სტეფანემ. რა საკეთებდნენ? ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ. გვესმის? რა ხდება? გვესმის? რა კატეგორიის ადამიანი იღუპება ხვდები, რომელსაც არ უნდა სიმართლე. ის რჩება სიცრუეში, ეს არის ჯოჯოხეთი, არის მეტი კი არაფერი არ არის. ჯოჯოხეთი ეგ არის. სიცრუეში ყოფნა. როდესაც ვერასდროს ვერ დგება შენთვის შენი მხსნელის რეალობა. ვერასდროს. არ იხებდა მაგითო. ხოლო მან სულიწმინდით აღსავსემ ახედასას და დაინახა ღვთის დიდება, უფლის მარჯვნივ მდგარი იესო. თქვა აჰა ვხედავ გახსნილცას და კაცის ძეს ღვთის მარჯვნივ მდგომს, მათ კი ხმამაღალი ყვირილით დაიცვეს ყურები და ერთსულოვნად ეცგერნენ მას. ქალაქგარეთ გაათრიეს და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფეხთით, რომელსაც რა ერქვავა თუ გამოიცნობთ. აბა რა ერქვა თუ გამოიცნობთ ჭაბუკს. საულე ერქვა, საულე, ხო, საულე. ქვას რომ უშენდნენ სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა უფალო იესო მიიღე ჩემი სული. მუხლი მოიყარა და შეღაღადა უფალო ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას ეს თქვა და განისვენა. წარმოიდგინეთ აი პატარა ბავშვი რომელსაც ჭეშმარიტების ქადაგების გამო მღვდელმთავრები კლავენ ჩაქოლეს ქვებით. მისი ბოლო სიტყვები რა არის? იცით? რომ ცოდვად ნუ მიუთვლი ამათ ამას და მიიბარე უფალო იესო ჩემი სული. აი ესე დამთავრდა. აი ესე დამთავრდა თავისი ამ ქვეყნიური მოღვაწეობა, სასწაულებრივი მოღვაწეობა. და რას ქადაგებდა იცით, რომ იესო არის მხსნელი. აი ამას ქადაგებდა, ამას უხსნის ძველი აღთქმიდან, როცა ძველ აღთქმას ყვება მოკლედ. ამას აი ეს არის მიუღებელი მღვდელმთავრებისთვის და რელიგიური ლიდერებისთვის. იმიტომ რომ ვერ თმობენ იმ ამპარტავნების სიბრმავეს და რელიგიურ სიმართლეს, რაც მათ გააჩნიათ, იმ ილუზიაში აგრძელებენ ცხოვრებას და არ აღიარებენ, რომ ხსნელი სჭირდებათ. არ უნდათ მონანიება და არ უნდათ ცნობიერების შემოტრიალება ერთადერთ გადამჩენელ ქრისტემდე, იმიტომ რომ ამ ქვეყნიური დიდება და ძალაუფლება შეიყვარეს და არა ღვთის დიდება. ამიტომ უყვართ წამოჭიმვა და სალოცავი თასმების გაგრძელება და ასე. ამაში საქმე. ეს არის მთელი ტრაგედია. დღეს იგივე არ ხდება? ზუსტად იგივე ხდება. და ეხლა დამთავრდა მესვე თავი და მერვე თავი იწყება ესე. და ამაზე დაფიქრდით და მე მეორე თავი. ხოლო საველე იწონებდა მის მოკლას. საველე ვინც მოაშვ ვისაც პავლე დაერქმევა. აჰა, ამგვარი გულგახოვებული მდგომარეობიდანაც არსებობს დაბრუნება. ღმერთი იმდენად დიდია.
საულე იწონებდა მის მოყოლს, ხო? ხო? დიდებულს. ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იცნობს ღმერთს, როდესაც გაცნობიერებს, რომ უძლურია, უნდა გაუქმდეს ადამიანი იმისთვის, რომ იცნოს ქრისტე. მეძავებმა იმიტომ იცნეს ქრისტე და მღვდელმთავრებმა იმიტომ ვერ იცნეს, რომ მღვდელმთავრებს საკუთარი თავები ეგონათ მართლები და კაი ტიპები, ხოლო მეძავებს გააზრებული ჰქონდათ საკუთარი უძლურება, მეტი ეპატიათ და მეტად შეიყვარეს როგორც ქრისტე ამბობს და განა ის რომ მღვდელმთავრები კაი ტიპები იყვნენ თავიანთი ცხოვრებით. არა, უარესები იყვნენ, ვიდრე მეძავები. უარესები. ანუ ეგ არის ფიქრობთ, რომ კაი მეტი ეპატია და მეტად შეიყვარა იესო, იმიტომ კი არ ეუბნება სიმონს, რომ სიმონი ნაკლებად ცოდვილია მეძავზე. მაგას იესო საერთოდ არ ამახვილებს მაღაზე ყურადღებას. ვინ ვიზე მეტად არის ცოდვილი კაცო. არა. მეტი ეპატია და მეტად შეიყვარა ნიშნავს, რომ მეტი გააცნობიერა. ანუ ცნობიერების დონეზე მან გააცნობიერა, რომ ბევრის პატიება ჭირდება და უძლურია სრულიად. და სიმონმა ეს ვერ გააცნობიერა ფარისეულმა სიმონმა. იესო რო დაპატიჟეს სახში. მან ვერ გააცნობიერა, რომ მას ბევრი აქვს საპატიებელი. ის კი არა, რომ საპატიებელში მეტნაკლებობა არსებობს, კაცო. ყველამ შესწოდა და მოაყდა ღვთისძიებას, მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლებიან ქრისტეს მიერ გამოსყიდვის. წყალობით, ხო, ვიცით რომ მალთა მიმართ ეპისტოლედან. ჩვენ ხშირად ვკითხულობთ. ანუ რაშია საქმე? მეტი ეპატია და მეტად შეიყვარა ნიშნავს, რომ მეტად გააცნობიერა. ჭეშმარიტებაშია, მეტად გააცნობიერა, რომ უძლურია და თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ვერაფერს ვერ იზამს, რომ სასუფეველი დაიმსახუროს. ეს გააცნობიერეს მეძავებმა, ამიტომ ირწმუნეს ქრისტე, ამიტომ გადარჩნენ. ეს ვერ შევიდა რელიგიური ამპარტავნების მქონე ადამიანში, ვერ შევიდა და ვერ შევა, ადგილს არ ტოვებს რელიგიური სიამაყე ქრისტესთვის. ქრისტე რელიგიისთვის არ ჩამოსულა, რელიგია ადგილს არ ტოვებს იესოსთვის, ეს უნდა გვესმოდეს. ქრისტე ჩამოვიდა იმისთვის, რომ ადამიანი გაიხადა ლოგოსი. აი ამისთვის ჩამოვიდა. იმისთვის, რომ ადამიანი გადაერჩინა. ურთიერთობისთვის ჩამოვიდა. ამისთვის ჩამოვიდა. რელიგიისთვის არ ჩამოსულა იესო, არა. ტყუილია ეგ. სიკვდილს არ აქვს ონტოლოგია. ონტოლოგიური არსი არ აქვს. სიცოცხლე არის არსი და სიკვდილი არ არსი. ვისაც ქრისტეს წამს, რომც მოკვდეს იცოცხლებს. იმიტომ რომ სიკვდილს არ აქვს ონტოლოგია, სიცოცხლეს. ხოლო გავიგეთ. კითხვა დაიწერა. ასე რომ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი. კი ჯეინ არის. უნდა გავიგოთ. ქრისტეს მსხვერპლი, მისი მოწყალება, მისი სიყვარული ეს არის მარადიული სიცოცხლე. ქრისტეშია, ქრისტეში. სადღაც გარეთ კი არ არის, მასშია. და მასში როგორ უნდა ვიყოთ? როგორ ვართ მასში? რწმენით. დგას ჩვენთვის ეს რეალობა, რომ გადავრჩით.
წამს დადგა ჩვენში ეგ სიცხადე, რომ გადავჩით ქრისტეთი. ხო? დიდება უბრალოდ. დიდება უბრალოდ. რას ემსახურება რელიგიები, იცით? ადამიანის დაღუპვას, ამას ემსახურება. ადამიანი მოაშოროს ქრისტეს. ხსნელს. შეუქმნას ილუზია, რომ თვითონ არის თავის მხსნელი. საკუთარი რელიგიური ცხოვრების პერფორმანსის დონე. აი ეს დაღუპავს ადამიანს. დაღუპავს. ავიგეთ. ასე რომ ქრისტე სიყვარულია და ყოველთვის ჩვენთან არის. არ გვტოვებს არასდროს. ოდო მაცადე მივალ საქმენის მეცხრე თავამდე. მაცადე. ტყუილა ხმი უაზრო რაღაც შენს გონებაში კონტრადიქცია. მადლობა მათი, გულში ხარ ძმა. ეხლა ერთ საკითხზე ვისაუბროთ და მაინტერესებს რამდენმა ადამიანმა გაიგო რომ გადარჩენა რწმენით არის საჩუქარი როა, დაუმსახურებელი როა,
რო არ იკარგება. რამდენმა ადამიანმა გაიგო. გულწრფელად. რამდენმა ადამიანმა გაიგო, რომ გადარჩენა რწმენით არის და გადარჩენილია ქრისტეში. და ვერი დაკარგავს. რამდენმა ადამიანმა გაიგო. გაიხარე კახა შეგეწიოს უფალი, გაიხარე სალვეიშენ გულში. ჭეშმარიტად ნიკურ. გაიხარე ნინო გულში ხარ და გამატე მეგობრებში. კარგად გულში როგორ ხარ ნიკურ. მათი გულში ხარ მიყვარხარ. მატეო გულში ხარ. წაკითხვა მომინდა გურო და წაგიკითხეთ საქმენის მერვე თავამდე. გაიხარე ოქრო გულში ხარ. შეგეწიოთ უფალი იესო ქრისტე. ჩვენი ბედნიერება და სიხარული იმაშია, რომ ვიცით, რომ უსასრულოდ გადარჩენილები ვართ ქრისტეში. ეს გადარჩენა არ დაიკარგება. და მარადიულ ნეტარებაში მოხვდებით ჩვენს ღმერთთან და მაცხოვართან ერთად, რომელიც უსასრულოდ მეტს გვაძლევს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია საერთოდ. ბიბლიას კითხულობ ხოლმე, ლიზა, რას გიკითხავთ თქვენი აზრით, წეგან რა წაგიკითხეთ? რა წიგნი წავიკითხეთ, წეგან რა წიგნიდან? ლიზა, აბა რა წავიკითხეთ წეგან? აუცილებლად ნიკუშ. ყოველდღე არ გიკითხავთ? ბიბლიას მე გიკითხავ თქვენ ყოველდღე? სახარებასაც, ანუ ეხლა საქმენის წიგნს რო წავიკითხავთ, ანუ გამოდის მთელი ახალი აღთქმა წავიკითხეთ და მე თავიდან დავიწყოთ სახარები. ამდენი ხანი არ ვიცი, არ დამითვლის. დიდი ხანი არა. ეხლა საქმენი დიდი წიგნი არის.
Salami. Tú no ves, ay mami, mami. დაიჭირეთ ყოველ ადამიანს. Извините, მე მიყვარხართ ყოველ მეც მიყვარხარ, გაიხარეთ ძმაო, მეც მიყვარხარ. აუ სხვათა შორის Son of God რო გაწერია, Son of God არის ერთ-ერთი ესეთი კინო, ძალიან მაგარი კინოა, ანუ იესოზე არა, ანუ სახარების მიხედვით, ამ შემთხვევაში იოანე არის ვინც ჩანს როგორც ავტორი, ნუ იქ მონაკვეთები არის ლუკას სახარებიდან, ისე ძალიან კაი კინო, Son of God ქვია, იესოს როლს თამაშობს იქ კინოში. ვიღაცა კაცი ცისფერთვალება. ხო. როგორი ტკბილი არის ჩვენი ღმერთი. როგორი რამხელ ჩვენ კიდე არ ვერ ხვდებით რა, როგორ უყვარვართ მაგ. კიდე გონია რომ კიდე მის სიყვარულში ბოლომდე მყარად არა ვართ. აი კიდე ფიქრობთ რომ რაღაცა ხო კი უყვარო არ ეხა ეგრე ძალიან, ნუ თლად მასე უყვარო არ ღმერთს ეს ფიქრები მაინც ხო გაყვან. იმაზე უსაზღროდ მეტად ვიდრე ჩვენ გონია. ხო ვიცით ეხა ხო ვიცი იესოს რო უყვარო არ ეგ არის სიყვარული ჭეშმარიტი, კი ვიცით, მაგრამ მაინც უნდა გავძლიერდეთ ამ სიყვარულში, რომ აი ბოლომდე ვიცოდეთ როგორ უყვარვართ. რომ ამ სიყვარულის შემძლენი მე სხვა ადამიანებსაც უზიარებდეთ. კი, ამინ, ამინ. საბა რაუ ანუ რიცხვებს კარგად ვიმახსოვრებ. ისე ანუ რაღაცა როცა ახავ რაღაცა ის რაც ნიშნულოვან საკვანძოს წმინდა წერილიდან ამოიწერე ხოლმე. ძალიან კაი ნიკუშ. ხო და ისე უყვარვართ იესოს ჩვენ კიდე ჩვენთვის გონება მეუწდომლად მეტად ვიდრე ჩვენ გონია. ჩვენი უძლურების და ყველაფრის მიუხედავად მისი მადლი არის ჭარბობს. მეც დავიწყე ამოწერ ხო რა. ხო, ანუ ეხა ჩვენ აქ ვკითხულობ. ეხა მე კალამი არა მაქვს. აქ რაღაცები მეოთხე თავიდან მნიშვნელოვანი, რომ პეტრე ამბობდა აღერ სახმელის წიგნში, რომ იესოს სახელით ვაყიდე, მეორე თავში რომ გადარჩენილები ემატებოდნენ ეკლესიას, გადარჩენილებად რო იწოდებიან. ეგ იყო მნიშვნელოვანი დეტალი, ნუ მე-6-ე მე-7-ე თავები სტეფანის ამბავი. მნიშვნელოვანი დეტალი. ისო ბოლო მუხლები იყო. სტეფანი რომ ამბობს მე-7-ში. მე-7-ე თავში. მე თავში დასაწყისი მნიშვნელოვანი საულეზე და ეს ძირითადად ესენი ნახეთ. ხო.
სულწმის მადლი არის სულწმის მოქმედება, რომელიც გეძლება დაუმსახურებლად. ტანჯვაზე ისაუბრებ. ხო, ჩვენმა ღმერთმა და მაცხოვარმა ყველაზე დიდი ტანჯვა დაითმინა, რაც კი შეიძლება ვინმემ დაითმინოს. ყველანაირი კატეგორიის საშინელება და ტანჯვა საკუთარ თავზე იტვირთა. განსაკუთრებით, როდესაც საბოლოო ჩვენი ცოდვები ჯვარზე გააყრა. ყველანაირი საშინელება ჩვენს გამო გამოიარა. ღალატი, შეურაცხყოფა, ტკივილი, ტანჯვა, ცოდვები საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ყველა ცოდვა. ვინც ცოდვა არ იცოდა, ცოდვა დაქციაო ჩვენს გამო რო წერს მოციქული. და ეს მთელი საკუთარ თავზე გადაიტანა განშორება მთელი. მამის საკუთარ თავზე, საკუთარ თავშივე გააკეთა, საკუთარ თავშივე იქნა მოკვდა და ჩვენს გამო აღდგა. რავი, დებილო და ეგეთი რაღაცები, ძმაკაც რო უთხრა, სასურველი არ არის. ანუ რას გულისხმობ დებილოს, რატომ უნდა უთხრა ძმაკაც? თუ გულისხმობ იმას, რომ ინტელექტუალურად ნაკლები შესაძლებლობა აქვს, ანუ ნაკლებად მოაზროვნეა, ეგ ანიშნავს, რომ დებილო უნდა უთხრა ადამიანს, ზოგი ადამიანი მეტად მოაზროვნეა, ზოგი ნაკლებად. ეგ არ არის შეურაცხყოფა მისაყენებელი და დასაცინი, რომ მეტნაკლებობა არსებობს აზროვნებაში ადამიანებს შორის, იმიტომ რომ ადამიანი ქმნილებაა და რა თქმა უნდა არის იერარქიულობა. დებილო არ უნდა ეძახო შენს მეგობრს. ხუმრობით, ხუმრობა ზოგადად კარგი არ არის ეგეთი ხუმრობა, დებილო ეძახო ადამიანს. არ არის საჭირო. ხუმრობა მე კი ლაივებში ვინც მიყურებთ, იცით როგორ მიყვარს ხუმრობა კაცო. მაგრამ მიყვარს ხუმრობა, ხშირად ხუმრობთ ჩვენც, ხო? მაგრამ მაინც ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ რა და სიყვარულით. ხუმრობით ბევრი რამე შეიძლება, არ არის საჭირო რამე ცუდი. იესო ხუმრობდა, იესო რა თქმა უნდა ხუმრობდა კიდევაც და იუმორის გრძნობაც ჰქონდა. მაგრამ ძირითადად ჩვენი გადარჩენისთვის რაც საჭიროა, ის არის ჩვენ თვითონ გადმოცემული მისი საქმიანობა, მისიონერული ის, რომ გამოიხსნა კაცობრიობა. ეგ არის მთავარი პირველ რიგში. იესომ რომ კაცობრიობა გამოიხსნა. კიდე მეორეჯერ ვარ, წავიკითხე წეგან წერილს. წერილი წავიკითხე. ხო, მან სხვა რამე იგულისხმება საბა. კი რა თქმა უნდა. კომენტარებში მორჩებით ახლა თუ რა ვქნა? მორჩებით? მორჩებით უაზრო კითხვებს? ლიზი, მორჩები უაზრო კითხვებს? რა ღმერთის დაფიცება ცოდვა და რეებს მეკითხებით, ანუ რა ხდება? საბავშვო ბაღია აქ თუ რა ხდება? საბავშვო ბაღია? დავბრუნდით ბაღში? მორჩით ხო ლიზი? მადლობა მედია.
მადლობა მეტი გულში ხარ. ჩემ ოჯახში ყველა მორწმუნე არ არის. გაიხარე გიო, მადლობა. კიდე რო წაიკითხო, ხო, მაგრამ ეხლა დავფიქრდი და მე ვიღაცები არ არიან ლაივში და მინდა რომ მათაც მოისმენ. მადლობა ძალიან დიდი ნინო. სიმართლისთვის გამო შეგიძულებენ. კარგი. თუ ქვეყანა მოგიძულოთ, გახსოვდეთ რომ მე მომიძულა უწინ. ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყარებოდა თავისიანები. მაგრამ რადგან არ ხართ ქვეყნისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ, ამიტომაც ზულ ხართ ქვეყანას. იესოს სიტყვებია ჩვენს მიმართ. კარგი. შენი მეტ არ არიან სიმართლისთვის დევნილნი ეგრეა. სხვათა შორის ვინც ქრისტიანი არ არის, ანუ ჭეშმარიტად არ სწამს უფლის სიცრუეში ქრისტეს. ვინც ქრისტეს არ ენდობა ხსნაში და თავის თავს ენდობა რაღაც ნაწილი მაინც სიცრუეში. როგორ ხვდები რომ წამს ადამიანმა წამს თუ არა როგორ უნდა მიხვდე იცი რომ გააქვს თუ არა სიმშვიდე ქრისტეში ანუ ენდობი თუ არა მას რომ გაცხონებს ანუ მოგცემს საბოლოო ნეტარებას სიხარულს ბედნიერებას სიმშვიდეს და სიყვარულს ანუ ეს ყველაფერი ქრისტეში გააქვს ანუ
გჯერა რომ გადაღარჩინა, ანუ გადარჩენილი რო ხარ და საზუფეულში რო შეგიყვანს აუცილებლად, ამის თუ გჯერა რომ გადარჩენილი ხარ, მაშინ გწამს და თუ მე რყეობ რომ არ იცი, იქნებ მე ეს გავაკეთო და ის გავაკეთო, ანუ შენ საქმეებს რო ენდობი და შენი საქმეები უფრო უმეტესად მიგაჩნია ვიდრე ღმერთის მადლი და წყალობა, ამ შემთხვევაში ურწმუნო ხარ. ეჭვებზე არ მაქვს საუბარი. უღრმესი მადლობა 20 ლარიანი დონაციისთვის. 20 ლარიანი დონაცია გააკეთა ვიღაცამ. ინტერნეტი მიჭედავს. ინტერნეტი არ მაქვს. ლეპტოპში არ მაქვს ინტერნეტი, აქ ტელეფონში ტელეფონის ინტერნეტი მაქვს. ინტერნეტი არ არის. ოკეი. მოკლედ უღრმესი მადლობა 20 ლარიანი დონაციისთვის, ვინც გააკეთა, არ ვიცი ვინ იყო. დონაციის გაკეთება ვისაც გინდათ, ჩემს TikTok პროფილზე არის დონაციის ლინკი, ჩემს პროფილზე რო გადახვალთ მან. ჯეინ, თუ გწამს რო გადავარჩინა, ეგ არის რწმენა, რო გადარჩენილი ხარ და არ დაიღუპებ. ზოგადად სანამ მეორე ადამიანის ნალაპარაკებს სისულელეს უწოდებ, ელემენტარული წარმოდგენა უნდა გქონდეს რამეზე საერთოდ მაგ საკითხთან დაკავშირებით. ნუ სარწმუნოებაზე გასაგებია რომ წარმოდგენა არ გაქვს, მაგრამ მაინც ზედაპირული წარმოდგენა მაინც ეს ერთი. მერე მეორე. კიდევ ერთხელ რაც ისაუბრა მამა შალომ, ეგ არის არასწორი. მან თქვა რომ თუ ადამიანი არ მარხულობს, 64-ში ვერ შევა, ეს სიცრუეა. ავაზაკს არ უმარხულია და გადარჩა. ფარისევლები მარხულობდნენ და ვერ გადარჩნენ, მაგალითად. მარხვა და პირადი ძალისხმევა არ არის მადეტერმინირებელი ადამიანი გადარჩება თუ არა. გადარჩენა არის ადამიანი მიიღებს თუ არა ქრისტეს უპირობო საჩუქარს, გამოხსნას. ამის მიღება ხდება მადლით რწმენის მეშვეობით. და საქმეები გადარჩენის მიზეზი არ არის. არის გადარჩენის შედეგი. ადამიანი საქმეს იმიტომ კი არ აკეთებს, რომ გადარჩეს, არამედ რომ გადარჩა მაგიტომ. ხო ესე. რა უცნაურია ისე. რა არის უცნაური, ანუ შენთვის გეუბნები იმგვარ რეალობას, რაც ერთადერთია, რასაც შენი ხსნა შეუძლია. ანუ სიყვარულით გელაპარაკები, რომ მიუხედავად იმისა, რომ უძლური ხარ და არ ხარ ღირსი და ხშირად ცდები, ვარდები, ეცემი და სცოდა, მიუხედავად ამისა, ქრისტემ გამოგიხსნა მეთქი და ვიღაც აქედან გელაპარაკება ესე. თუ არ მარხულობ ერთს ხანდები, ის გინდა, კი, მართალი ხარ, კი, მართალს მეუბნები. დიდო ადამიანი, კი, ამას რაღაცა იმაში ხარ და მე როცა გეუბნები, რომ ქრისტემ უპირობოდ გამოგიხსნა, ეს არ გინდა, რა უცნაურია. რა მართლა რა უცნაურია, ურწმუნოება, რამდენგვარად ვლინდება. რა უცნაურია. ძალიან უცნაურია. თან ადამიანს უნდოდეს წარმოიდგინე თავისუფლებას და გახსნას
გიქადაგებდეს ვინმე და მონობა და დაღუპვა გერჩივნოს, ძალიან უცნაურია. ძალიან უცნაურია მართლა. მეგობრებო, ბავშვებო, რავი, პატარებო, გეხვეწებით მორჩით უაზრო კითხვებს. დაფიცება ცოდვა? ნეო ფეხის დაბიჯება ცოდვა? ნეო ის თითის დატკაცუნება ცოდვა? მორჩით ამ უაზრო ქრისტეზე მკითხე. ანუ მორჩი ამ სისულელეებს ადამიანო, მორჩი, საქმოსნები ხარ? დაამთავრეთ ოდესმე, არ შეიძლება? შეიძლება მორწმუნე ადამიანს გჭირდებოდეს ხვის განთქვა რა არის ცოდო და რა არა? მართლა შეიძლება? ვერ გრძნობდე რაღაც როცა სიბოროტეა? ანუ მაგდენად უნიჭო იყო სრულიად რომ ვერ ხვდებოდი რაღაცა არ გაწუხებდეს? მორჩით ღმერთი ნუ გონიათ იურისტი, მეგობრებო, სირცხვილია. იურისტია ღმერთი? რომ ეს ცოდვა, ეს ცოდვა, ეს არსია ეს ღმერთის არსი არის სიკეთე და არ არსი არის ცოდვა, რაც არ არის არ ემთხვევა. თუ ხედავ რომ ზედმეტობ და ბოროტობ, ცოდვა. რა დუნდა ამას ბევრი ლაპარაკი? ღმერთი იურისტი გონიათ? არ დავიფიცები და არ დავიფიცავ და უფრო კაი ტიპი გამორჩები ღმერთის თვალში თიც არ დავატკაცუნებ და რა. ნუ ხართ ამ მიდგომით ღმერთთან მამაა შენი მოწყალე, შენს გამო რომ მოკვდა ის არის ღმერთი, შენი ცოდვები რო იტვირთა სხვათა შორის. რა გინდა იურიდიულად გამართლე ღმერთთან შენით? ეს გინდა, ამიტომ მეკითხები ამ უაზრო რაღაც. ქრისტე მიტვირთა შენი ცოდვები, ქრისტეზე მკითხე. ნუ მეკითხებით ამ უაზრო რაღაცებს. ეს ცოდვა, ის ცოდვა. მორჩით დაამთავრეთ რა, ბავშვებო, გთხოვთ, რავი. ვიღაცებისგან აქვს დალექილი ამ ბავშვებს, რომ ცოდვა, რასაც ხო ეს არის და ცოდვა, ეს ცოდვა, ის ცოდვა, ანუ მართლა დაავადმყოფის ბავშვებიც, ანუ მართლა ვერ აზროვნებენ, ეს ცოდვა, ის ცოდვა, ამის იქით ვერ წავიდა ამათი აზროვნება, მართლა. მორჩით ღმერთი მოწყალე მამა, ყველა ცოდვაში ღმერთი გამხილს, საერთოდ, ნუ გეშინია. ღმერთი თავის მორწმუნებს მკაცრად ექცევა, ხშირად გამოაფხიზლებს ხოლმე. ხშირად უწყრება კიდევაც თავის მორწმუნებს. ეს სიყვარულის მათრახებია. ხშირად აკეთებს ამას ღმერთი. არ დაგტოვეს ღმერთი უცოდინას რამე ცოდვაში, ღმერთმა არ გაგებინოს რომ ცოდავ. შანსი არ არის რომ არ გამხილოს ღმერთმა. თავის ვინც მიყვარს იმას ვამხელ ღმერთი ამბობს. თავის მორწმუნ მკაცრად არ ექცევა მამა თავის შულს, როცა საჭიროა, მით უმეტეს ღმერთი, ხო? რომელიც ჩვენთვის აკეთებს ამ ეს სიმკაცრეს ჩვენთვისაა. ანუ ღმერთი ნუ ყავთ გამოყვანილი იურისტად, რომელიც ხა ზოუნოზე ხა ღმერთი აღარ მიმია, ნუ ყავთ ასეთი არ არის ღმერთი ესეთი რომ იყოს ღმერთმა დაგვიფაროს. ვერ გადარჩებოდა ვერავინ. ღმერთს მიუდექით როგორც მოწყალე მამას. მამასთან ესეთი ურთიერთობა აქვს? მამი ეს ვქნა, ესა ვქნა, მამი ეს ვქნა, ესეთი ურთიერთობა აქვს მამასთან? არა ხო, მამასთან ურთიერთობაში მოდის ის, რაც აკეთებენ, რაც მამისთვის მოსაწონია, ხო? გავიგეთ? რელიგია რა შუაში მოყვა? რელიგია არაფერ შუაში არ არის, აზრის გამოტანას ნეტა ისწავლიდეთ. ოდესმე. რელიგია არაფერ შუაში არ არის. რელიგია არ არის ქრისტიანობა. არის ღმერთთან ურთიერთობა. და ღმერთი არის ერთადერთი არსება, ვისგანაც ტელოსი შესაძლებელია საერთოდ, რომ არსებობს ტელოსი და საუბარს აზრი აქვს. ანუ ის რომ მიწად კი არ მივიქცევი და ყველაფერი ტრივიალური კი არ არის, ანუ რო აზრი აქვს მართლა თითოეულ ჩვენს მოქმედებას, სიტყვას, იმედს,
და იმ რწმენას რითიც ვიცით რომ გადავრჩით და გადარჩენილები ვართ, აი ამას ერთადერთი არსება არის ღმერთი, ვისგანაც საერთოდ ამ ყოფის აზრი. შენ რომელი რელიგიის მიმდევარი, არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ, კიდევ ერთხელ. არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ ვარ. მე ვარ ქრისტიანი. მწამს რომ ჩემმა ღმერთმა, ტრანსცენდენტალურმა ღმერთმა იმანენტურად შეიძინა ადამიანური ბუნება, ჩემს გამო აფურთხეს და სახე არ გაუწევია, აგინეს, დასცინეს, ჯვარზე გააკრეს, უღალატეს, უარყვეს. მე ასე სასტიკად მოკვდა და აღდგა ჩემთვის, იმიტომ რომ მე აღმადგინოს უკანასკნელ დღეს. ჩემთვის გააკეთა ეს ყველაფერი. ყველა ჩემი ცოდვა საკუთარ თავზე იტვირთა, წარსულს, აწყვას და მომავლის. ჯვარზე გააკრა და გადაარჩინა. მითხრა, მე ვეუბნები, გამშორდი, უღირსი ვარ, არ გიმსახურებ, მეუბნება, არ მიმსახურებ, მაგრამ არ მაინტერესებს, მაინც მიყვარხარ. ღირსი ხარ, შენ თვლი რომ უღირსი ხარ, მაგრამ მე არ მაინტერესებს, ჩემ თავში. შენ ღირსი ხარ, იმიტომ რომ მე ვიტვირთე შენი ყველა ცოდვა. მე ვეუბნები, უფალო, გთხოვ, მე ცოდვილი ვარ, არ გიმსახურებ, ის მეუბნება, ერთი მსხვერპლ შეწირვით მე შენ სამარად ჟამოთ სრულყოფილი მყავხარ და ჩემი სისხლით განწმენდილი ხარ და გადარჩენილი ხარ. ამას მეუბნება უფალი. მე ვეუბნები, უფალო, არა, საშინელი ადამიანი ვარ, დაღუპული ვარ. უფალი მეუბნება, არა, გადარჩენილი ხარ, ყველაზე მეტად მიყვარხარ. მე კითხვას ვამ, შეიძლება მე ვინმეს უყვარდე საერთოდ? ესეთი უძლური არაფრის მაქნისი, შეიძლება ვინმეს უყვარდე? უფალი მეუბნება, ყველაზე მეტად მიყვარხარ მე. ჩემი ხარ. მე აგირჩიე საუკუნეების შექმნამდე, სანამ დრო შეიქმნებოდა, იქამდე აგირჩიე. და ვისაც გონია რომ ამას მიიღებს რელიგიისგან და რელიგიაში იპოვის ამას ვამბობ, ცდებით. რელიგიაში ეს არ არის. ამას ქრისტესთან ურთიერთობის გარეშე ვერ გაიგებ. და ქრისტესთან ურთიერთობისთვის რელიგია არა, უნდა გაუქმდე. რელიგიაში არის მარტო სიამაყე, რელიგიური სიამაყე, რომლითაც მე სხვა ადამიანს განიკითხო. შანსი არ არის. რელიგიურმა ადამიანმა სხვა ადამიანს წიხლი არ ჩააჭიროს და არ განიკითხოს. გამორიცხული. გამორიცხულია. ამიტომ იყო რომ მეძავებმა, მკვლელებმა, ყაჩაღებმა ქრისტე გაიცნეს და გადარჩნენ. გადარჩნენ რა, მეძავს ეუბნება ისო მოგეტევა შენი ცოდვები და შენ მარწმენამ გიხსნა და ფარისევლები, აი ფარისეველი რას ნიშნავდა სიტყვა? ნიშნავდა რელიგიურ ლიდერს, ცუდი სიტყვა კი არ იყო. რელიგიური ლიდერები ვერ გადარჩნენ. თავი მართლები ეგო რაღაც ზნეობრივ წესებს ასრულებდნენ რელიგიურ წესებს და რატო ვერ გადარჩნენ? ვერ გადაარჩინა იესომ. რატო იესოს არ უყვარდა? რატო ვერ გადარჩნენ იცი? გადამრჩენელი არ ჭირდებოდათ კაცო. ესე თვლიდნენ. ჩვენ რა გვინდა გადამრჩენელი, ჩვენ ეს ვარ და ის ვარ და ამ წესს ვასრულებ და ფუ იესომ როგორ მისცა მეძავ შეხების უფლება და იესოს რო აკრიტიკებდნენ ცოდვილებთან და მებაჟეებთან ერთად და რატო ჭამს? აი ეს იყო. და მე ესე ეუბნებათ, მე მართალთა სახმოვლად არ მოსულ ვარ. რატო არ უნდა უფალს მართლები? რატო ამბობს ამას? იმიტომ რომ მართალი არ არსებობს. ვისაც თავი მართალი გონია, იესოს ვერ ნახავს, ვერ გაიც შანსი არ არის. გამორიცხულია, ღმერთს ვერ იხილავს. დარჩება რელიგიაში. რა ვიცი, მარტივია რა. ამიტომ არის რომ როდესაც ფარისევლს უხსნის იესო რომ მეძავს მიეტევა, იმიტომ რომ მან მეტი ეპატია და ამიტომ მეტად შეიყვარა. მეტი ეპატია ნიშნავს რომ მან გააცნობიერა რომ უძლურია. ამას ნიშნავს მეტი ეპატია. იმას კი არა რომ ცოდვებში იყო მეტნაკლებობა, ეგ იესოს საერთოდ არ აინტერესებდა იმ მომენტში, საერთოდ არ საუბრობს მაღაზე.
ვის მეტი ცოდვა აქვს და ვის ნაკლები, ამის სათქმელად კი არ მოვიდა უფალი კაცო, მოვიდა რომ ყველა გადაერჩინა. სიმონს იმას უხსენს, რომ იმან მეტი ეპატია, მეტი იმიტომ ეპატია, რომ მეტად გააცნობიერა, რომ უძლური არის. ანუ ხვდება, რომ თავის გადასარჩენად ვერაფერს ვერ იზამს. მეძავი ამას ხვდება და იაზრებს, რომ ქრისტესგან ჭირდება ხსნა და ქრისტე მეუბნება ყველაფერი მოგეტევა შენ. აი ეს არის გადარჩენა და სიყვარული ქრისტეს. და სიმონი ვერ იღებს ამას. რას ქვია მეძავს მიეტევა, მე ამას და ამას ისევ თავისი სიმართლის ძიებაშია და დაიღუპა. ამის გამო, ამან დაღუპა ფარისევლები. თავისმა სიმართლე. ბიჭო რა ფარისევლებს თქვენი ცოდვები არ ქონდათ? ქონდათ. მეტად მალავდნენ, უკეთესად ფარავდნენ. და ვერ აღიქვამდნენ უბრალოდ თორე. სიბოროტის მეტი რა ქონდათ? გოლგოთაზე არ გამოჩნდა ვის რა ქონდა გულში? ჯვარზე გააკრეს იესო. რა დააშავა რამე იესო თუ რა? რამე დააშავა თუ რა? ზუსტ ვერ იღებდნენ. გავიგეთ. ასე რომ ადამიანმა უნდა დაივიწყოს საკუთარი მცდელობა სიმართლით, ცოტა იმის მიჩნევა, რომ მართალია და თვითონ რამეს შეძლებს იმისთვის, რომ გადარჩეს და მოიპოვოს ხსნა. ეს სრულიად უნდა დაივიწყოს და მან დიპოვის მხსნელს და ეს მხსნელი არის ქრისტე. ქრისტეა ჩვენი მხსნელი. დიდება უფალს. გავიგეთ. რა ხდება კომენტარებში? ნეო ასე ფაქტებით რომ საუბრობ და მაინც ამდენი ჰეითერი ყავს რა ეშველება? იმათ, კაი მირზა, მე ვინ ვარ საერთოდ კაცო იესო რასაც ლაპარაკობდა, იმას მე სასწაულებით ადასტურებდა. მკვდარი აღადგინა ლაზარი 4 დღის მკვდარი გააცოცხლა და ფარისევლები იმას იძახდნენ, მოდი იესოც მოკლა და ლაზარე ძედ მივაყოლოთ, იმიტომ რომ ხალხმა მე არ ნახოს და იესოს არ ერწმუნონო და რა ეხა მე რომ არგუმენტი მომყავს და ვამტკიცებ რომ სიმართლეს ვამბობ, გაუქმდება უცებ ფარისევლური სული, რელიგიური სიამაყის სული და დაიჯერებს უცებ ყველა და იტყვის, ნეო მართალი ხარ და მართლა დაუმსახურებელია 60 და ჩვენ ვერაფერს ვერ ვიძამ და დიდება ქრისტეს, რომელმაც გვიხსნა და გადარჩენილები ვართ, ამას იტყვიან უცებ? ვერ იტყვიან. ფარისევლური სული არ უშვებს რომ ეგ თქვან. ეგ ფარისევლური სული არის ურწმუნოები. ანანაი კონფეციას არ მივეკუთვნე. ქრისტიანი ვარ. 60 კულო რწმენის გამაგრძელებელი. აი ქრისტემ რო დაარსა იმ რწმენაზე. ნამდვილი ქრისტიანი როგორია?
ქრისტეს მოიმედე ყველაფერში. მადლობა აიჯი. მირზა როგორი რაღაცა იცი რომ ვერიგებენ თან ანუ გული ღია რო არა ვერიგებენ ანუ ამავდროულად ვერიგებენ მეგარი რაღაცა ყვირია კაცო არა არ მინდა სხვა რომელზე საუბარი ეს მინდა რომ ამ თემაზე ბოლომდე ვისაუბროთ ხსნაზე და ის რომ გადარჩენილები ვართ ქრისტეში მადლობა ჩვენს ღმერთს მაცხოვარს აი როგორი სასწაულია აი ერთი თემა მინდა წამოვჭრა ახლა აი ერთი რაღაც მაინტერესებს კითხვა მაქვს თქვენთან თქვენი აზრით აი ყველა მომისმინეთ ოღონდ ყურადღებით იმიტომ რომ ანუ საფიქრალი თემაა ახლა ეს თქვენი აზრით აი ცოდვილები რო ხართ ცოდვილები რომ ვართ ამას რწმენა ჭირდება ცოდვილი რო ვართ მაგას რწმენა საჭიროა ჭირდება რწმენა ამას რწმენა არ ჭირდება ცოდვილი რო არის ათეისტმაც იცის გეფიცები აი ათეისტის ხდება რაღაცას რო აშავებს რო ცოდვა ჩადი მართლა ათეისტიც კი ხდება რწმენა რა სჭირდება იცი აი რა სჭირდება მართლა რო ირწმუნო აი იესო რო გეუბნება რომ უცოდველი ხარ თავის თავში ყველა ცოდვა რომ მოგიტევა და ცოდვა აღარ გაქვს მასში წარსული საწყოსი და ყველაფერი რომ მოტევება აი ამას რწმენა ჭირდება იმიტომ რომ ეს არ ჩანს ეს არის უხილავის სასოება ებრაელთა მიმართ ეპისტოლე რო გეუბნება მე-10 თავში მე-14 მუხში რომ ერთი მსხვერპლ შეწირვით სამარაჯამოდ მან სრულყო განწმენდი აი ამას რწმენა ჭირდება აი შენ რო სრულყოფილი ხარ ლოგოსში ქრისტეში რო ცოდვა აღარ გაქვს უცოდველი რო ხარ იესოში აი ამას რწმენა უნდა და უკვე რომ მორჩა ეს შენი სრულყოფილება რომ შემდგარია ხსნის დონეზე და გადარჩენილი ხარ ამას რწმენა უნდა კაცო რას ქვია აბა რატო უნდა რწმენა სრული საპირისპიროა რაც ჩანს აი რაც ჩანს მე ვხედავ ჩემ თავს უყურებ და ვიცი ვხედავ რომ უძლური ვარ ცოდვილი ვარ ვარდები ვაკლდები ღმერთის დიდებას აი ამას ვხედავ ამას რწმენა არ მჭირდება ამისთვის კაცო რა უნდა ამას ჩანს აი რწმენა მჭირდება იმისთვის იესო რომ მეუბნება რომ შენ ასე ფიქრობ შენ თავზე მაგრამ ჩემში ამგვარი რეალობა მოვიდა დრო და მოვიდანუ დგას ჩემში ამგვარი რეალობა რომ შენ სრულყოფილი ხარ ჩემში ყველა შენი ცოდვა მე ავიღე ჩემს თავზე მე გავაკარი ჯვარზე ყველა ცოდვა აი ამას რწმენა უნდა ამას უნდა რწმენა კაცო არ ჩანს და მაგიტო არ ჩანს ამიტომ ღმერთს მიენდე მთელი შენი გულით და შენს გონიერებას ნუ დაეყდრობი ამას ნიშნავს უნდოა ყველა კაცის გული ვინ შეიცნობს მას უნდოა ყველა ადამიანის გული აბა რა გავიგეთ გადარჩენილი ხარ შეიძლება ვინმე გიმალავდეს ამას გადარჩენილი რო ხარ ვინც არ უნდა იყოს კაცო სასულიერო პირი იქნება თუ საერო პირი ვინც არ უნდა იყოს აი შეიძლება ვიღაც გელაპარაკებდეს ესე რომ
თუ არ მარხულობ შენ 64-ში ვერ შეხვა. ეს მისაღებია? ამგვარი საუბარი თქვენი აზრით მისაღებია? ასე რაღაც ხსნა ესე ხდება? თუ რას ამბობს მოციქული, მადლით ხარ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს თქვენგან კი არ არის არამედ ღმერთისგან და არ არის ეს საქმეთაგან, რათა ვინმე არ იქადოდეს. კითხვას ვამს მოციქული, მას სადღაც იქადული, გამოირიცხა, კი მაგრამ რომელი რჯულით მოციქული კითხვას ვამს, საქმეთა რჯულით, არამც და არამც არამედ რწმენის რჯულით. ვინაიდან ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავ მოციქული სიტყვები მე ხო არ ვამბობ წმინდა წერილში პირდაპირ წერი. ვინაიდან ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად, რატომ? იმიტომ რომ რჯულის საქმით ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლება ღვთის წინაშე. ასეა. რჯულმა რაქნა წყევლის ქვეშ მოაღწია კაცობრიობა. ამიტომ ამბობს მოციქული, ვინ რჯულის ქვეშაა, წყევლის ქვეშაა, იმიტომ რომ წყეულია ის, ვინც სრულად არ აღასრულებს ყველაფერს და სრულად ვინ აღასრულებს? ვერავინ. ერთადერთი ვინც აღასრულა იყო იესო და მანაც ჩვენი ცოდვები და ჩვენი ყველაფერი საშინელებები თავის თავზე აიღო. ამიტომ გეუბნებით თქვენ ვინც რჯულით იმართლებს თავს, ქრისტეს გარეშე ხართ. მოციქული სიტყვებია გალატელთა მიმართ ეპისტოლე. პირდაპირ წერი. გავიგეთ, ზურაწერს ბოროტსაც წამსხთვის და გადარჩევო რა სისულელეს წერთ. რა სისულელეს წერთ. დაცემულ ძალას ღმერთის არ წამს, იმიტომ რომ წმენა არის, რომ შენთვის მოკვდა იესო და გადაღარჩინა ყველა შენი ცოდვა იტვირთა. ეს არის წმენა და ეშმაკს როგორ ექნება ეგ წმენა, როცა ეშმაკის ცოდვებისთვის არ მომკვდარა იესო. რა სისულელეს წერთ. იაკობი რომ ამბობს, რომ ეშმაკებსაც წამდა თრთიან კიდეც ფარისევლებს ელაპარაკება. ფარისევლებს უხსნის. ფარისევლები იძახდნენ ჩვენ ღმერთის უწამს, ღმერთი ერთიაო. და ღმერთი ერთი როაო, იაკობი ეუბნება ეშმაკმაც იცისო, კაცო. ეშმაკსაც წამდა თრთის კიდევაცო. ფარისევლს ესაუბრება და ისე რატო იღებთ მაგას თქვენ თავზე ვერ ხვდები? ანუ თქვენ და ეშმაკს ერთნაირი რწმენა გაქვთ? რა ვიცი. ვინც თვლის რომ იგივე რწმენა აქვს, რაც ეშმაკს აქვს, კარგად ყოფილა საქმეა. კეთილი საქმე არ არის გადარჩენის მიზეზი, შედეგია. ანუ მიზე-შედეგობრივი კავშირი უნდა გაიგოს ადამიანმა, თორე ეს თუ არ გაიგეთ სწორად, ადამიანი ვისაც ეგონება, რომ საქმე ერთი წამით მაინც მონაწილეობას იღებს გადარჩენაში, დაიღუპება. მე გავფრთხილებთ. ვერავინ ვერ მეტყვის, არ გაგიფრთხილებიო. მე უბრალოდ გეუბნებით. პირდაპირ წერს ამას მოციქული. მე არაფერ საქმით ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლება ღვთის წინაშე. დაემხნენ რომელთა მიმართ ეპისტოლე წაიკითხეთ, იმიტომ რომ საქმით ეძებთ. მეგობრებო, საქმით ეძებდნენ ღმერთსო, ღმერთს. ანუ მარტო საქმის კი არ აწვებოდნენ. ღმერთი და თან საქმეო გადარჩენაშიო. ანუ გადარჩენისთვის ეგონათ რომ საქმეებითაც იმსახურებდნენ. ამიტომ იყო რომ ფარისევლები წიხს აჭერდნენ ყველას. გამორიცხულია, როცა გეგონება რომ საქმეც მონაწილეობას იღებს შენს გადარჩენაში, შანსი არ არის მერე სხვა ადამიანს წიხლი არ ჩააჭირო. შეუძლება არ ხდება, გამორიცხულია. შანსი არ არის, მერე ბუნებრივია სხვას განიკითხავ. და იესო გეუბნება არ განიკითხო რა, არ განიკითხ. ვერ განიკითხავ, როცა გეცოდინება რომ მარტო რწმენით არის გადარჩენა და შენ თვითონ არც ერთ წამით არ იმსახურებ. ვერ განიკითხავ. სინანული არ არის ადამიანის პირადი უნარი, მეტანოია, რომელიც საჩუქარია ქრისტესგან. ცნობიერების შემოტრიალებაა, რომ შენ შენი თავის ხსნელი არ ხარ. და მე ხსნელს რო გაიცნობ, უკვე არის რომ ეს არის წმენა. ეს არის მეტანოია. მონანიება არ არის, ეს რა გავაკეთე, რა ცუდი ვარ, ეს არ არის მონანიება, გასო ეგ იუდამაც გააკეთა და დაიღუპა. ეგ სხვა რაღაც. ზოგადად ეგ და ის სინანული, შენ რასაც სინანულს ეძახი, სხვა რაღაცას ეძახი სინანულს, მაგრამ ეგეც არ არის ადამიანის უნარი. რაღაცას რო განიცდი, ძალით კი არ განიცდი, წავალ ხა მე და ვინანებ ჩემს აქციელს, ესე ხო არ ხდება, ბუნებრივად მოდის, ხო? ასე რომ საქმე არ არის სინანული ჯერ ერთი. საქმე არ არის ეგ. არის ბუნებრივი რეაქცია გადარჩენილის, რომელსაც აწუხებს სიბოროტე. გავიგეთ. დიდება უფალს, ჩვენს მაცხოვარს, რომელმაც გვიხსნა დაუმსახურებლად, საჩუქრად. გინდა საჩუქარი? ირწმუნებ და მიიღებ წყალობას. არ გინდა? განიკითხები, განისჯები. იესო ამბობს, ჩემი მორწმუნე სამშაბლოს არ უწვარუდგება. ანუ ცოდვების გამო არ მოეკითხება.
და ვისაც საქმით გადარჩენისაც ჯერა, ანუ თან წვენა და თან საქმით გადარჩენაცო. მას მოკითხავს ღმერთი თავის ცოდვებს, იმიტომ რომ საქმეებში ცოდვებიც აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სრულად გამართლებული იყოს ადამიანი ქრისტეში, ლოგოსში. და საქმეები გადარჩენის მიზეზი არ არის, შედეგია. საქმეს იმიტომ კი არ უნდა ვაკეთებდეს, რომ 60 მოვიპოვოთ. 60 რო უკვე გვაჩუქეს, შვენია, გვაჩუქა იესო და უმსახურებლად. აქედან გამომდინარე ხდება საქმე, იმიტომ კი არა რომ გადავრჩით, რომ გადავრჩით. ამიტომ ხვიჩა წერს არ მომიკლია, არ მიძალადია, არ წამერთმე. ფარისევლის იგავში არის გაჭედილი, ფარისეველი მადლობას რო უხდის. მადლობა ღმერთო რომ არ გავარ მეძავს, მკვლელს, პარავს, უსამართლოს, მეზვერეს. მადლობა ღმერთო რომ ორჯერ მარხულობ კვირაში. აი ეგ იგავები იმისთვის ითქვა იესოსგან, რომ წაიკითხო და არ გაიჭედო, არ აღმოჩნდე იმ იგავში როგორც ფარისეველი. და აღმოჩნდე როგორც მორწმუნე, ანუ ურწმუნოდ ფარისევლის მდგომარეობაში რო არ გაიჭედო იგავში, იმისთვის თქვა იესომ ეს იგავები. ფარისევლის იგავში რო ხარ გაჭედილი, როცა ამბობ რომ მე ხო კაცი არ მომიკლავს მაო და აბა რას ქვია, აბა მარტო მე ხო აღარ კაც არ კლავდა რაღაც. ჯერ ეს ერთი კლავ, ეს ერთი. იმიტომ რომ იესო ამბობს კაცო, ვინც თავის მას განურისხად ყოველ უბრალოდ უკვე ყველობის ტოლფას შეცოდა შეიდინა. იესო ამბობს, ვინც ქალს ნდომით შეხედა უკვე იმურშა თავის. ჯერ ეს ერთი იესოს სტანდარტებით კლავ კიდევაც. 10 მცნებიდან ერთს ვინც არ ღვევს, იაკობი ამბობს 10-ვეს არ ღვევს. იმიტომ რომ ვინც დაწერა არ იმრუშო, იმ დაწერა არ მოკლა. თუ მრუშობდა არ კლავ, მკვლელიც ხარ. იაკობი ამბობს კაცო. თავის მე-10 მე-11 მუხლები წაიკითხეთ. 10 მცნებიდან ერთის ამრღვევი, ყველას დამრღვევია იაკობი ამბობს. მაგრამ არ მოიტყუო რომ არ მცემ. თუ იტყვები ყველაფერს ეს არის, ანუ ამგვარი სტანდარტია ქუფალს, იდეალურობის სტანდარტი. აი ამ სტანდარტს თუ ცილდები, უნდა მიხვდე უკვე რომ ვერაფერს ვეღარ იზამ შენით რომ გადარჩენ. უნდა მიენდო ქრისტეს, რომელმაც გაჩუქა, გადარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ არ იმსახურებ, გადაგარჩინა. რატო იჭედებით ფარისევლის იგავში? ასე ხშირად ვერ ხვდები. ანუ ხვდები რატო იჭედებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს სუხდება, ანუ ის ხო ერთხელ არ მოხდა ანამნეზი. ხო? ასე რომ დიდება ჩვენს ღმერთს და მაცხოვრს იესო ქრისტეს. მას რატო წვალობ ვიცხოვრებ როგორც მინდა, როგორც გინდა ისე არ ცხოვრობ? აი ეგ არის თქვენი პრობლემა. ანუ რა რთულ მდგომარეობაშია ადამიანი, რომ წავალ მაშინ ცუდ რაღაცებს. ანუ იმიტომ აკეთებ კარგს, რომ რაღაც დაიმსახურო და შიში რო გახ სასჯელის, ამიტომ ამგვარ მდგომარეობაში გაქვს გული? ძალიან მძიმე მდგომარეობა. ძალიან მძიმე მდგომარეობა. რავი, როგორი პრიმიტიული ანალოგია მოგიყვანოთ, იქნებ თქვენს გონებამდე მოვიდეს რამ მძიმე მდგომარეობა. აი მაგალითად, ორი ადამიანი არისო, ერთი, რომელსაც კაცის მოკლა უნდა, მაგრამ არ კლავს, იმიტომ რომ მკვლელობაზე 25 წელია და მეორე, რომელიც განრისხდა, მაგრამ პატიობს და არ უნდა რომ მოკლას, იმიტომ რომ ღვთის ხატებაა მეორე ადამიანი და უყვარს და სიყვარული აქვს გულში და არ უნდა რომ მეორე ადამიანი მოკლავს. რომელი არის ათნოებაში? მიპასუხე ხვიჩა, რომელი არის ათნოებაში? ვინც სასჯელის შიშის გამო არ აკეთებს სიბოროტეს, იმიტომ რომ მკვლელობაზე 25 წელია, თუ ის ვისაც რო უყვარს და იმიტომ არ კლავს. რომელი? მითხარი ერთი. რომელი არის ათნოება? აი ამგვარ მძიმე, წავალ მაშინ რაც თითქოს რასაც უნდა იმას არ აკეთებდეს ეს ერთი. წავალ მაშინ რაც მინდა ვაკეთებ, რაც არ აკეთებ, რასაც გინდა არ ცოდავ? უცოდველი ხარ? თუ რა სხვაზე ნაკლებად ცოდავ? ის რო ცოდავს, ისე არ ცოდავ? დაბრუნებულ ხარ ფარისევლის იგავში. უნდა გამოხვიდე მაგ იგავიდან კაცო. მაგ იგავში თუ დაში როგორც ფარისეველი დამთავრდა. ფარისეველის მაგას იძახდა. მადლობა ღმერთო რომ ყველს არ ანუ სხვაზე ნაკლებად ცოდავო, აი ამით იმშვიდებდა გულს. მოეშვებით ამას, არ მორჩება არასდროს. არ მორჩება არასდროს. ფარისევლის იგავიდან თუ ვერ გამომყავხართ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე მაშინ. სხვას განიკითხავ და ღმერთთან მაგით იწონებს. ეხლა იგივეს არ აკეთებ და
აიო მეო კაცო რაღაცა თავს ვიკავებ აი არა კი ვცოდაო მაგრამ ხა ისე ძალიან ხო არ ვცოდაო აბა აი სულ ამას აკეთებენ სულ რას ებრძვიან ვინ გითხრა არ ებრძოლო ან რას ებრძვი რას საერთოდ რას ებრძვი ვერ გავიგებ უნდა გაიგო რომ გადარჩენა არის მადლით რწმენის მეშვეობით და გადარჩენილი ხარ ამას თუ არ ირწმუნებ ვერ გადარჩები დარჩები ფარისევლის იგავში გეგონება რომ აი იმ კვლელზე უკეთესი ხო არ ამას უკეთ ხო შევებძოლე ამას ის და დამთავრდა ღმერთი გეტყვის არ გიცნობ და არ გიცნობს მართლა არაფერი არ არის ლოგოსში ისეთი შესაცნობი მართლა არ კი არა ეს ის კი არ არის გადაჭარბება კაცო არ გიცნობს სიგარეტის მოწევა მინდა და არ ვეწევი და ანუ მოწიო ბიჭო მართლა არ ისმით ამათ მე მგონი გადარჩენილებო ძმებოდადებო ჩემებო ამათ მე მგონი მართლა არ ისმით ამათ მე მგონი მე ადრე მეგონა სპეციალურად აკეთე მე მგონი მართლა არაფერი არ ისმით საერთოდ ნესტან არ შვება სპეციალურად მართლა ვერ იგებს მართლა არ ისმით ბიჭო გაიგებენ ნეუხთის წყალ გაიგებენ ვიცი გვიანი არ იყოს უბრალოდ მე გვიანი არ იყოს თორე ვიცია ვინ გაიქცევა მაქსიმალს ჭეშმარიტებას ვინ არიდებს განწირული ხარ ჭეშმარიტებას პოსტა გვიანი არ იყოს მე გვიანი არ იყოს მაგას რომ გაიგებენ რომ უძლურები არიან ებძვის თურმე სიგარეტს არ ეწევა და ის ამით სასიქადულო გაქვს ამას ფიქრობ ჯერ რამე ისეთი მაგალითი მაინც მართლა ნუ ვერ ხვდა არც მინდა რომ სერიოზულად გავცე ახლა იმ ხელას ისულელე დაწერა რომ არ მინდა სერიოზულად გავცე პასუხი მაგრამ გვიანი არ იყოს რა გვიანი არ იყოს ხალწულების იგავში არ აღმოჩნდნენ ამის მეშინია რომ გვიან არ გაიგონ ამ ადამიანებმა თორე ვიცი კაცო ჭეშმარიტებას ვერაფერი ვერ დაფარავს ვერ დაემალები გამორიცხულია არ არსებობს დაფარული რო არ გამჟღავნდეს შანსი არ არის მაგრამ გვიანი არ იყოს რა ამაზე ვნერვიულობ მინდა რომ ამათ მალევე გაიგონ ჭეშმარიტება არ ვიცი სალი ეს აზროვნება ვისგან არის ვინ დაამკვიდრა მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს აზროვნება ადამიანების ადამიანებია ეს აზროვნება არის პირდაპირ ეშმაკისგან პირდაპირ აი ნუ ყველთელი ბნელი ძალის ის ჩანს რა ქვია დამაბნეველი მოხმედება აი რთან როგორი დაბნეულები არის ვერ იგებენ აი დახშული ახთო ყურები და თვალები დაიბრმავეს და გაიქოვეს გულები მართლა ვერ იგებენ აი უღეჭავ და მაინც არ ესმენ ის ყალვით იმედია დათმობენ საკუთარ თავს ხო მაგრამ არ მომკვდარან ესენი და თუ არ მოკვდებიან როგორ ქრისტეში მაგ ფიზიკური სიკვდილი არის გულისხმობ მეც მიყვარხარ თათა სასმისმა და დათრობა ყოველდღიურად ცოდვა ისე რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ვინც არ მოკვდება ვერ აღდგება ეგ არის თემა მკვდარია თავის თავში
ეგრე. ინტერნეტი თუ მოვიდა ერთი ლეპტოპში Wi-Fi. გულში ხარ წარმატებებიო, წერტილ მიყვარ ხარ გულში ხარ. მადლობა დონაციისთვის, 20 ლარიანი დონაციის უღმესი მადლობა. აღდგომის რო წამს და დაქცინია რა ფენომენი. უწოდინობის ფენომენია რა ფენომენი იქნება. გაუყვირდა. რა ერთი გასაყვირი გიყვირით? წაიკითხე, წავიკითხეთ ეს. თან თავს ქრისტიანს ეძახ. ხო, ანუ ვისაც ფიზიკური აღდგომის არ ჯერა, ქრისტეს არ იცნობს, იმიტომ რომ ქრისტე ფიზიკურად აღდგა იმისთვის, რომ ფიზიკურად აღადგინოს სხვებიც და ვისაც მაგის არ ჯერა, ქრისტიანი არ არის. სხვას ვერ განიკითხავ გადარჩენილი ადამიანი. ვერიზამ. ანუ ნახე რატო ვერიზამ? არ გიხსნით, რატო ვერიზამ? რომს გინდოდეს? გადარჩენილმა ადამიანმა იცის, რომ გადარჩა სრულია დაუმსახურებლად. მხოლოდ მადლით, მხოლოდ წმენის მეშვეობით. მხოლოდ. ანუ სრულად არ იმსახურებს, სრულად უძლურია, სრულად ღმერთის მადლით არის გადარჩენილი. ეხლა როგორ განიკითხავს აი ამ რეალობაში, აი ამ გვარი აზროვნების მქონე ადამიანი მეორე ადამიანს რას იზამს? აი მაგალითად ხედავს ვიღაცა რაღაც სულს აკეთებს. რა თვითონ რა ნაკლებად უძლურია, როცა იცის, რომ აი ყველაზე ცოდვილია და თვითონ ისა რა ხვია, ნებისმიერ უძლურებას შეიძლება ჩავარდეს ღმერთის მადლი რო არის ცოდვა. როგორ განიკითხავ? აი რას იფიქრე? ანუ ვიღაც ურწმუნო აქვს, ხო იცის, რომ თვითონაც ერთ დროს ეგეთი იყო და ვერ იღებდა ღმერთს. აი როგორ განიკითხავს, როცა იცის, რომ წმენაც კი ღმერთისგან მიესა საჩუქრად. ამიტომ რომ არ განიკითხო, რომ ვერ განიკითხო, ვერ ამ აზროვნების სისტემაში უნდა აღმოჩნდე. ის კი არა რომ თავს ზალ დაატანა, რომ არ განვიკითხო, არა, ეგრე შეუძლებელი. ვერ უნდა განიკითხავდე ადამიანს. ვერ. და რომ ვერ განიკითხო, ამისთვის საჭიროა იცოდე, რომ გადარჩიონ საჩუქრად. არ იმსახური, მაგრამ მაინც გაჩუქეს, მადლით მიიღერ წმენის მეშვეობით. მაგრამ თუ გეგონება რომ გადარჩენაში 1% მაინც, რაღაც სახმოსნებს გონიათ 50-50-ზე კაცო. ჩე ქრისტეს იმითო ჯვარს მიდო თან ჩვენი საქმეებით 40 თანაბრადო კაცო. სახმოსნებს ესე გონები, მაგრამ აი მე ვიზახი 1%-ით მაინც თუ გეგონება, რომ შენი საქმითაც მონაწილეობას იღებ შენს გადარჩენაში, შანსი არ არის მეორე ადამიანი არ განიკითხო. გამორიცხო ბუნებრივია. ვერიზა მე რო არ განიკითხო მეორე ადამიანი, თორე შენ თვლი რომ აი ამ გაკეთებული და აი რაღაცა დაიმსახურე და მე რო ნახავ რომ ვიღაცა არ აკეთებს და არ იმსახურებს, რა თქმა უნდა განიკითხავ და გადაული კაცო. რა თქმა უნდა ბუნებრივია. რა არის ამაში გასაკვირი? გასაკვირია ეს? გაიხარე ჰანი, ჩემი გული ხარ, გული, მიყვარ ხარ. ნეო კონკრეტულ ადამიანს თუ მიუტევე და მან პირადად ეს არის ის ამ შემთხვევაში, მან ეს უნდა იცოდეს, რავი თუ თვლი რომ მას სჭირდება იმის ცოდნა, რომ შენ აპატიე და ამით ის შვებას იგრძნობს, მაგ შემთხვევაში გააგებინო ჯობია. თუ თვლი რომ დიდად მნიშვნელობა არ აქვს და არაფერს არ შეცვლის, მაშინ არ არის აუცილებელი. გაჩნია რა სიტუაციურად რა, ეხლა ესე ვერ გეტყვი. გაჩნია.
ბედის წერის უნდა მჯეროდეს ქრისტიანი. არა, ბედის წერა რა შურში. ნეო ვიღაცაზე ადამიანურად თუ პიროვნულად უკეთესი მგონია თავი, ესე იგი განვიკითხა. რას ქვია ადამიანურად რა, ერთი ადამიანობა არის უნივერსალია, ყველა პიროვნება ერთი და იგივე ადამიანურ არსს ფლობს. არსი არის რა არის ამ შემთხვევაში რაღაც. მე, შენ და X და Y ადამიანი, ვიღაც ყველანი ვართ ადამიანები. ადამიანური არსით მე უფრო მეტად ადამიანი ვარ და ვიღაც ნაკლებად ადამიანი, ეგეთი რაღაც არ არის. ერთი არსი, ერთი ადამიანობის. ეს ერთი და ეხლა რაღაცა კონკრეტულ საქმიანობაში რომ მეტი იყო მაგალითად თუ უკეთესად აკეთებ. რა ვიხარ, როგორი მაგალითი მოვიყვანო, რა მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო, ეხლა მაგალითად რა ვიცი რა, აი ხვიჩა ყვარაცხელიამ რო თქვას რომ ნეო ჩემზე უკეთესად თამაშობსო ფეხბურთსო, ეგ თამდავლობა არ არის, ეგ აბსურდია რა, ეხლა მასზე უკეთესად როგორ თამაშობ მე ფეხბურთს თამაში საერთოდ არ ვიცი, ეგ თამდავლობა არ არის. ანალოგიურად რამე საქმეში თუ ვინმეზე უკეთესი ხარ, ეგ რავიო რაღაცა ჩვეულებრივად შეფასებაა რეალობის, რომ რაღაცა უკეთესად გამოგდის და რაღაცა უკეთესად რო გამოგდის ადამიანს არ ნიშნავს ამ შემთხვევაში იმას, რომ არსობრივად მეტი ხარ ვინმეზე, უბრალოდ ზოგს მეტად გამოდის ესეთი რაღაც, ზოგს ეს. ეხლა მე ხო არ ვიტყვი რომ ხვიჩა ყვარაცხელია ჩემზე უკეთესად უწევს ქრისტიანობას აპოლოგეტიკას, ხო? არა, სისულელე იქნება, იმიტომ რომ ხვიჩა სხვა რაღაცას აკეთებს, ფეხბურთს თამაშობს, ქრისტიანობის აპოლოგეტიკას და ამის დადასტურებას შეშმარიტა, ამ შემთხვევაში უკვე ეს აკეთებხრი და ასე შემდეგ, რაღაცა ის რომ ჩვენ შორის არის რაღაცა განსხვავებები, პიროვნული უნიკალურები, მეტნაკლებობა რაიმე თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ეს არსებობს ჩვენ შორის, მაგრამ არსობრივად ერთმანეთზე მეტი არ უნდა მივიჩნიოთ თავი, არც ვინმეზე უკეთესად იმ კუთხით, რომ უფრო მეტად იმსახურებთ გადარჩენას, ეს უკვე საშინელებაა და დამღუპელია და ფარისევლებს ეგონათ ეგრე, რომ ვინმეზე მეტად იმსახურებდნენ გადარჩენას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გადარჩენა საჩუქარია ჩვენთვის და ვინმეს თუ საჩუქრად მიეცემა, ჩვენ არ უნდა თვლიდეთ, რომ იმას რატომ მიეცა და მეც რატომ მომეცა, მე უფრო მეტად ვიმსახურებო, ამას თუ ვფიქრობთ, ქრისტეს არ ვიცნობთ, არ ვართ მორწმუნეები. ნეო შენიეს თქვენთმა წინასა ყვაპატია ცოდვები, კი რა თქმა უნდა. ნაპატიებია ყველაფერი. რწმენა როგორ შევინარჩუნო, რწმენას შენ არ ინარჩუნებ, ღმერთია ის, ვინც შენში რწმენის შემნარჩუნებელია. ქრისტეა ის, ვინც რწმენას უნარჩუნებს ადამიანს. შენ ილოცე, მიენდე, იკითხე, მასზე იფიქრე, ქრისტეზე, მიყევი, დაეყრდნენი, იმედი გქონდეს მისი ყოველთვის, იმიტომ რომ ყველაზე მეტად უყვარ ხარ, ერთგულია შენი მიუხედავად იმისა, რომ შენ არ ხარ მისი ერთგული, მოკვდა შენს გამო ყველა ცოდვა იტვირთა, შფოთვები მაქვს. აი რაც ულაპარაკე მაგას. შფოთვები, ხო, ეგ შფოთვებიც რო ვერ ვენდობით უფალს ეგ იწევს, თორე რა შფოთებს. ხო, როცა იცი რომ ყველაფერი არის საბოლოოდ მისი კონტროლის ქვეშ. ყველაფერს უსასრულოდ უკეთეს გაძლევს და ნებისმიერი განსაცდელიდან არ შეგამთხოვს ისეთ განსაცდელს გადატანა როგორ შეძლო, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგიძენს იმისთვის რომ გადატანა შეძლო. უყვარ ხარ, ყველაფერს იმისთვის არის ის დაშვებებიც რაც ცუდია და საშინლად გვეჩვენო, ბოლომდე იმისთვის ხდება რომ ჩვენთვის ბოლომდე მოხდეს ჩვენი განვითარება. და მეტი და მეტი მოგვეცეს დიდებიდან დიდებამდე უფლისწავლო. არა 1% წარმოდგენა არ გაქვს ასწე. არ არის ეგრე. სინანული არ არის პირადი უნარი კიდევ ერთხელ საჩუქარია და სახარება უნდა წაიკითხოთ მაგას რომ მიხვდეთ იონეს სახარების მე-12 თავი შეგიძლიათ გადაიკითხოთ. სინანული არ არის პირადი უნარი როგორც 50 აჯიმანი ვიჯო რახში სინა ჭეშმარიტი მე ამათ რასაც ვაკვირდები მონანიება არ ქონიათ ვერ ხვდებიან რა არის, იმიტომ რომ არ ქონიათ ცხოვრებაში. გონიათ აი 50 აჯიმი პირადი უნარი. აი ხა რაღაც ჩავიდენი, წავედი ხა წავალ და მოვინე. არ ხდება ესე, ბუნებრივი პროცესია მართლა. და ის მეტანოია ერთხელ ხდება. ერთი მონანიება ცნობიერების შემოტრიალებაა, რომ შენ არ ხარ შენი თავის ხსნელი.
მე დანარჩენი ყველაფერი არის უკვე ბუნებრივი რეაქცია მორწმუნის. თორე მონანიება იქ არ არის კაც. ეს რა გავაკეთე, რა საშინელი ვარ, ეს არ არის მონანიება. ეგ იუდამაც ხნა და იტირა კიდევაც თავის ოდებზე, ხო? მიაყარა ის 30 ვერცხლი და აღიარა თავისი დანაშაული და ისეც უდად იყო მე ეს რა ქვია. ბოლოჯერ ეცადა თავისი საქციელის გამოსწორების მცდელობას და თავი მოიკლა. რატო დაიღუპა იუდა? ის საქმოსანი რო იყო, მაგან დაღუპა. საწყალი. ეხ საწყალს ვიძახი ადამიანური გაგებით თორე ხა ღმერთის განგებას. ანუ მე გული მწყდება, ეხა მე ხო ვიცი იესოს როგორ უყვარს იუდა და მე ხო ვიცი რომ ისა ღმერთს რო უყვარს და ისა რა ქვია ის არ არსებობს ეგეთი. მას რო უყვარს ვერასდროს ჩემს გონებამდე ვერ მოვა, ისე უყვარს. ვერასდროს მე მაგას ვერ ჩავწვდები როგორ უყვარს, მაგრამ რამ დაღუპა ეგ უნდა ვიცოდეთ. საქმოსანი რო იყო ამან დაღუპა, თავის თავს რო ენდებოდა ხსნაში. ამან დაღუპა. გამარჯობა ნოე, სულები აქ დედამიწაზე არსა კი რა თქმა. ვიღაც თუ არ მომწონს მისი ქმედებიდან გამომდინარე, რაც მე მაზარალა, ეგეც განკითხვა. რატოა განკითხვა ეხა რა ვიცი, ვიღაცამ თუ ქუჩაში თავს დაღესხა, ცხადი არ მოგეწონება მისი საქციელი და შორს დაიჭერ თავს მისგან, ან რა ვიცი. განკითხოს ხოლმე. ნესტანგულში. ახლობელს ოწყენი და პატიების თქვა ვერ მოვასწარი, გარდაიცვალა და სულ წუხვარ რა გავაკეთო მეგობარო. გნაპატიები გაპატია ქრისტემ და მანაც გაპატია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უფალთან არის. მეორედ მოსვლის საშინელი სამშობლო რატო იქნება თუ კაცობრიო სოდები ქრისტემ იტვირთა. ამიტომ უნდა წაიკითხოთ წმინდა წერილი, რომ საშინელი სამშობლო ეგეთი ტერმინი არ არსებობს, ეგ რო ნახოთ. ანუ იესო ამბობს ჩემი მორწმუნე სამსჯავროს არ წარუდგება არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. ანუ ქრისტეს მორწმუნე სამსჯავროს არ წარუდგება ცოდვებისთვის. ქრისტეს მორწმუნე წარუდგება სამსჯავროს იმისთვის რომ მიიღოს ჯილდოები ამისთვის. ანუ ამიტომ ამბობს იესო ჩემი მორწმუნე სამსჯავროს არ წარუდგება. წერია წმინდა წერილში. ეს უნდა წაიკითხოთ. იმიტომ რომ მე გეუბნებით და არ გჯერათ. ნეო რაღაცას იგონებს კაცო და წაიკითხეთ თქვენ თვითონ გადაშალეთ იოანეს ახარება და წაიკითხეთ რასაც ვამბობ. ხო? ნეო ბავშვია რა იცის ნეომ და რაღაცა ეს რო არ იყოს რო მე რო არ მინდო სიტყვაზე მე არ დამიჯობ. წაიკითხე შენ თვითონ. ჩემი მორწმუნე სამსჯავროს არ წარუდგება. ეხლა მე უბრალოდ გიხსნი რას ნიშნავს, ანუ არ განიკითხება იესო ამბობს. ჩემი მორწმუნე რატო? იმიტომ რომ ყოველწოდა იტვირთა ისო, რაღაცე უნდა განიკითხოს. მორწმუნეებს უწევთ სამსჯავრო, რაც არის ჯილდოების მიღებაზე, რაც პავლე მოციქული საუბრობს. კორინთელებში ხო რომ მიიღებენ ჯილდოებს მორწმუნეები. რაც შეეხება ურწმუნოს უწევს აი ის სამსჯავრო, რის გამოც ცოდების გამო მოეკითხება და განიკითხება. ურწმუნო არის ყველა, ვინც ქრისტეს არ აღიარებს ღმერთად და მას ხოვარ და ყველა, ვინც თავის საქმესაც ენდობა გადარჩენაში, ვინც იძახისო თან წმენითო და თან ჩვენი საქმითაცო, ეგენიც ურწმუნოები არიან ჩვეულებრივად. ჩვეულებრივად არ წამთ მათ ქრისტესი. დაჟე მე ვიტყოდი რომ კიდევ უფრო მეტადაც. ნეო ორი სიტყვა კარმაზე თქვი, რავი, ვიტყვი ცოტას კარმაზე, კარმა არ არსებობს და მადლობა ღმერთს, რომ კარმა არ არსებობს. კარმა რო არსებობდეს, არც ერთი ჩვენგანი ეხლა ვინც ახوار ცოცხალი არ იქნებოდა. ამიტომ ამბობს იესო, რომ ღმერთი აწვიმებს კეთილისთვისაც და ბოროტისთვისაც, ღმერთს ზეამოყავს მართალთათვისაც და უსამართლოთათვისაც, რომ მიხვდეთ, რომ კარმა არ არსებობს. კარმა რო არსებობდეს, ვიქნებოდით დაღუპულები. მადლობა ღმერთს, რომ კარმა არ არსებობს. ხო, მოწყალე ღმერთი ყავს და მოსიყვარულე. გავიგეთ. შურიზების განზრახვა ცოდვაა? კი, ცოდვაა და შურს ნუიძიათ თქვენთვის საყვარელო, არამედ ადგილი მიესცით ღმერთის რისხვას, იმიტომ რომ ღმერთი ამბობს ჩემია შურისგება და მე მივაგებ, ამბობს უფალი და ასე რომ ქრისტეს მიყვარხართ ყველანი და გახსოვდეთ რომ ჩვენი ღმერთი და მაცხოვარი იესო ქრისტე ყოველთვის თქვენთან არის და არასდროს არ გტოვებთ არც ერთ წამს.